საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ტაშკენტში იმყოფება. უზბეკეთის დედაქალაქში საპარლამენტოთა შორისო კავშირის 150-ე ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც 130 ქვეყანა და 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. მათ დღეს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს. სწორედ შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას. ქართულმა მხარემ უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები. თეონა მანაგაძე იმყოფება ტაშკენტში და ვიზიტის დეტალებზე პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა ჩემი კოლეგა განაგრძობს. თეონა, გისმენთ. ორმხრივი შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა, რომელიც ქართულმა დელეგაციამ გამართა, ეს იყო ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან. მეორე შეხვედრა კი უკვე გაიმართა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ქართველმა სპიკერმა თურქ კოლეგასთან. რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო რუსეთ-უკრაინის ომი, რეგიონის უსაფრთხოება და ამ ჭრიში საქართველოსა და თურქეთის სამშვიდობო პოლიტიკა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ თურქეთმა და საქართველომ აირჩიეს სამშვიდობო პოლიტიკა, არ აყვნენ მოწოდებებს, არ ჩაერთვენ ესკალაციაში და ახლა როგორც სპიკერმა თქვა, ყველა აცნობიერებს, რომ ამ ქვეყნების, ჩვენი ქვეყნების მიერ არჩეული გზა იყო სწორი. რაც შეეხება სხვა საკითხებს, დღეს საქართველოსა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრიდან ორი ახალი დეტალი გახდა ცნობილი. ერთის მხრივ ის, რომ შალვა პაპუაშვილი ივნისში თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწევა. მეორე კი ეს საკითხი ეხება სამხრივი ფორმატის შექმნას. ამ ფორმატში ჩაერთვებიან საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი. ეს იქნება ფორმატი, რომელიც შეიქმნება სპიკერების, პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე და ამ ფორმატის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გამტკიცდეს და ამ ჭრიში განიხილება ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი, ამ დროისთვის სამ ქვეყანას შორის არსებობს მსგავსი ფორმატი, თუმცა ეს ფორმატი მოიცავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, ახლა კი მომავალში უკვე იქნება სპიკერების ფორმატი. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ვისაუბრეთ რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობით დასრულების პერსპექტივაზე და აქ თურქეთს განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც ქვეყანას, რომელსაც მათ შორის გამოცდილება აქვს ამ მხრივ შუამავლობის და უკვე შესრულებული აქვს ამ მხრივ გარკვეული როლი. და გარდა ამისა, ვისაუბრეთ, თუ რამდენად სწორი იყო ჩვენი ქვეყნების პოზიცია, როდესაც ფიქრობდით ჩვენს ხალხებზე, ფიქრობდით ჩვენს რეგიონზე, რომ არავყოლოდით გარკვეულ მოწოდებებს, რომ ისედაც რთულ რეგიონულ ვითარებაში უფრო მეტი ესკალაცია მოგვეხდინა და დღეს ყველა რწმუნდება ამაში და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის შეფასებებს ვინც ისმენს, ყველა რწმუნდება ამაში, თუ რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდა საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებას მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, რაც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი. ვისაუბრეთ მათ შორის ომხრივ ურთიერთობებზე, პარლამენტებს შორის. მე ივნისში მექნება ვიზიტი თურქეთში და მოხარული ვარ, რომ მექნება უკვე თურქეთში ჩვენს ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე საუბრის შესაძლებლობა. გარდა ამისა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სამხრივ ფორმატზე, რომელზეც ჩვენ გარკვეული პერიოდი უკვე მუშაობთ და მის სურვილზე, რომ რაც შეიძლება მალე დაფუძნდეს სამხრივი ფორმატი თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოცდილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების დონეზე და ახლა ჩვენი სურვილია, რომ ეს ფორმატი კიდევ უფრო აიწიოს მაღლა და პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე შეიქმნას მსგავსი ფორმატი. დღეს ჩვენ ამ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ამ ფორმატს დაემატება ასევე სამხრივი სპიკერების ფორმატი და რომ წელს უკვე პირველად თურქეთი უმასპინძლებს სპიკერების ფორმატს, სადაც 3 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციებთან ერთად შეიკრიბება და იმშელებს ჩვენ შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, ასევე რეგიონის პრობლემატიკაზე, ეკონომიკური ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განვითარებაზე, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ჩვენთვის ორივე ქვეყანა არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, არის სტრატეგიული პარტნიორი, ორივე ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი, ამიტომ ამ მხრივ საპარლამენტო მიმართულებით ფორმატის ზრდა და სპიკერების ჩართვა ამ სამხრივ ფორმატში, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად წაადგება.
შალვა პაპუაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემდე დელეგაციასთან ერთად შეხვდა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს. ამ კონტექსტში რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე შიდა პოლიტიკა თუ როგორი არის ისრაელში და საქართველოში. ამ თვალსაზრისით სპიკერებმა გაცვალეს საკუთარი ინფორმაციები, ასევე მსჯელობის საგანი იყო ღაზასა და ისრაელს შორის არსებული ამ დროისთვის არსებული კონფლიქტური ურთიერთობები. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გატაცებული ადამიანები ისრაელში საკუთარ ოჯახებს მალე დაუბრუნდებიან. უნდა ითქვას ერთი დეტალი, პარლამენტის თავმჯდომარებს შორის დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და მთავარი აქცენტი გაკეთდა, როგორ ხედავს ისრაელი და როგორ ხედავს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას და ურთიერთობას. ამ კონტექსტში შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ორი ქვეყნის პოზიციები თანხვედრაშია. ვისაუბრეთ რა თქმა უნდა მთლიანად რეგიონზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, იმაზე თუ რა გავლენა აქვს ამ უსაფრთხოების გარემოს საქართველოზე და რამდენად მნიშვნელოვანი არის საქართველოს და ისრაელის შორის თანამშრომლობა და ურთიერთხარდაჭერა იმისთვის, რომ უსაფრთხოების საკითხები იყოს მოწესრიგებული და ამ მხრივ რა თქმა უნდა ასევე ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაზე და თანამშრომლობაზე ახალ ადმინისტრაციასთან, რომელთანაც როგორც ისრაელის ხელისუფლება, ისე ჩვენ ვიზიარებთ იმ ხედვებს, რომელიც ეხება როგორც ღირებულების საკითხებს, ისევე როგორც ისრაელში და ისე ჩვენთან, როგორც ისრაელის ხელისუფლება, ისე ჩვენ საუბრობდით ზუსტად იმ საკითხებზე, რაზეც დღეს ახალი ადმინისტრაცია არა მხოლოდ საუბრობს, არამედ გადაწყვეტილებებს იღებს გარკვეული მავნე, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტების თუ ინსტიტუტების შეცვლის მხრივ და ამ მხრივაც ვფიქრობ, რომ მქონდა იმაზე საუბარი ისრაელის პარლამენტის სპიკერთან, რომ გვაქვს მსგავსი გამოცდილება ორივე ქვეყანას და ასევე მსგავსი კმაყოფილება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიდგომები შეიცვალა სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულების მხრივ და ამას ხედავს როგორც ისრაელის ხელისუფლება, ასევე ჩვენც. ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა ისრაელის სენატის თავმჯდომარესთან. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ, როგორც საქართველო, ასევე ისრაელი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ასევე ერთმნიშვნელოვნად ორივე მხარე შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობა და ზოგადად მსოფლიოში მშვიდობა ეს უნდა იყოს ის მთავარი საყრდენი, რომელიც საფუძველს მისცემს მთელ მსოფლიოს, რომ სწორი განვითარების გზას დაადგეს. ქართული დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები დღის განმავლობაში გაგრძელდება. რამდენიმე შეხვედრა არის კიდევ ჩანიშნული. შეხვედრები შედგება ასევე ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსთან, წევრ რამდენიმე სახელმწიფოსთან და ამ ფორმატში, როგორც ქართული დელეგაცია ამბობს, დისკუსიის მთავარი თემა იქნება ის ურთიერთობები და პრობლემები, რაც ამ დროისთვის იკვეთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დღის ბოლოს კი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი მიმართავს უკვე ასამბლეას. სიტყვის დღეს სპიკერებმა უნდა მიმართონ ასამბლეას, როგორც მოგეხსენებათ, ამ ფორმატში მონაწილეობას იღებს 130 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი და ქართული მხარე ამბობს იმას, რომ ამ ფორმატს გამოიყენებს იმისათვის, რომ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოს როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე განსაკუთრებულ აქცენტს ამ ფორმატში საქართველოს წარმომადგენლობა აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არაღიარების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის გაეროში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების მხარდაჭერა. მადლობა თეონა მანაგაძე საუბრობდა ტაშკენტიდან პირდაპირ ეთერში.